აქ ნახეთ რა წერია. აი 25 წლის მოდელი. თქვენ წარმოიდგინეთ, აი შეხედეთ რა ავტომობილია. ამას რო არა აქვს, ისეთი არაფერი არ არის, ხომ არის? მომავლის მანქანა. დაბრძანდით? ვეძახი, მე პირადად ამას. აი შეხედეთ. შეიძლება დაიკარგო. აი შეხედეთ რა ავტომობილია. აი ეს არის ის ავტომობილი, პირდაპირ ქუჩაში დააყენებ, შენ წახვალ სამსახურში აირბენ და ავტომობილი თავისით დადგება პარკინგზე, ხო? მიდი აბა და მაჩვენე სხვა რომელი ავტომობილია. ეს BYD ძალიან მაგარი ავტომობილია და ფასიც რა აქვს. ეს ევროპაში 120,000 ევრო ღირს, ევრო. და საქართველოში აი მოდით გიო აჩვენეთ, შეხედეთ, აი რა ავტომობილია. აი მთლიანად ჭერი რას ეძახით პანორამა, ხო? აი შეხედეთ, მარინ უყურეთ, აი შეხედეთ 25 წლის მოდელი. 6, 7, 8, 10 კამერა აქვს, არ ვიცი, აი. და ამ ავტომობილს რამდენად გავყიდით ჩვენ? აი შეხედეთ რა ფერია. ამ ავტომობილს ჩვენ გავყიდით 31,500 დოლარის ეკვივალენტ ლარში. და ეს ავტომობილი ძალიან მაგარი ავტომობილია. წამოუცებ, ეს არის BYD. აი კამერები და რა ვიცი, რა არა აქვს. მოდი ახლა ვნახოთ ეს ყავს ჩვენ ეს BYD და გვეყოლება დიდი რაოდენობით კიდევ და ვყიდით ყოველდღე თითოს მაინც აქ ამ ოფისში. აი ზიკერი. უყურეთ, ზიკერ 001 ხო? კი. მარიამ დაბრძანდით? აი მე რა სასწაულია. მომისმინე. სპაში მგონია თავი. მომისმინე. გიო, ამ ავტომობილის ჩუქებას მარიამზე ვაპირებდი. დასასვენებლად ხო გავუშვით. მე აეროპორტში ხო დავხვდით და იმ დღეს დაბადების დღე ხო ქონდა. ამ ავტომობილის ჩუქება მინდოდა, მაგრამ უცებ მე რო გათხოვდეს მეორე დღეს არ ავხნათ, ხო? მარიამი გჭირდება და დაგვტოვებს ისე, ხო? ამიტომ ცოტა ხანი არ გჩუქნით. კარგი. ცოტა ხანი სამსახურის მანქანად მოგცემთ. კარგი. აბა მარიამ, ხო ძალიან მაგარი ავტომობილია. აი, ულამაზესი ავტომობილია მართლა და ეს კომფორტული. დათო, ამ ავტომობილს რამდენად ყიდი? აი, დათო არის გაყიდვების მენეჯერი მთლიანად აი ამ შოურუმში. აი ავტომობილს თქვენ ამ წუთას რამდენად ყიდით? მოგესალმებით ყველას პირველ რიგში. ეს არის Zeekr